ეს არის მითი, საკმარისი არ არის. კბილის ღრუს სწორი ჰიგიენისთვის გვჭირდება კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, კბილის ძაფიანი ირიგატორი, რომელიც თქვენ გაგიხარდებათ და ენის საწმენდი აუცილებლად. კბილების პროფესიული წმენდა ემალს არ ასუსტებს, აუცილებლად 3-6 თვეში ერთხელ ყველა პაციენტმა უნდა ჩაიტაროს. სარძევი კბილები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში, ამიტომ მიაქციეთ მშობლებო ყურადღება, დაიცავით სწორად თქვენი შვილების კბილის ღრუს ჰიგიენა და არ გამოტავოთ ბავშვის ვიზიტი სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ. ეს ერთ-ერთი გავრცელებული მითია სტომატოლოგიაში, კბილის პასტის შეფუთვაზე არსებულ ფერად-ძოლებს არ აქვს კავშირი მის ქიმიურ თუ ბუნებრივ შემადგენლობასთან, ეს არის უბრალოდ ქარხნული ნიშნები. ამიტომ ფერადის ზოლების მიხედვით უშეარჩოთ კბილის პასტას. კბილების გამოხეხვის შემდეგ წყალი საერთოდ არ უნდა გამოიგოთ, უბრალოდ აკაფებული მასა კარგად გადმოანაწყვეთ. ცუდი კბილები გენეტიკური არ არის, დაიცავით სწორად მთელი ცხოვრების მანძილზე რეგულარულად დღეში 2 ჯერ კბილის ღრუს ჰიგიენა და არ გექნება ცუდი კბილები. იყო ესეთი მოსაზრება, რომ მარტივად სიბრძნის კბილები არ არის აუცილებელი და შეგვიძლია ამოვიღოთ. სიბრძნის კბილები ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არ უქმნის საფრთხეს კბილის ღრუს ჯანმრთელობას, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. მაცეთრებელი კბილის პასტები კბილებს აყვითლებს სინამდვილეში, მინაქრის დამცავ ბარიერს აცლის და კბილი ხდება იმაზე ყვითელი, ვიდრე იყო ოდესმე. ამიტომ მე როგორც ექიმი სტომატოლოგი რეკომენდაციას არ ვუწევ მაცეთრებელ კბილის პასტებს.